ზოგჯერ თქმას ჯობს არა თქმასა. ზოგჯერ თქმითაც დაშავდების. სიტყვა შეიძლება იყოს შხამი და სიტყვა შეიძლება იყოს მალამო. გაჩვენა კონტექსტში როგორ წარმოვთქვამთ ამ ყველაფერს. ხო და საჯარო გაშლა მინდა ჩავწერო სახელწოდებით რა აქვს სათქმელი და უბრალოდ რას გიმალავთ, რომ არ გაწყენინოთ თქვენმა შეკრებულმა ადამიანმა. თქვენთვის. ის რა სათქმელი აქვს ის რომ უბრალოდ აღარ შეუძლია ამ მოცემულობაში შემოსვლა, მაგრამ არც ამ მოცემულობის გარეშე არ შეუძლია ყოფნა. და სათქმელი ზუსტად ეგ არის მისი პირიდან გამომდინარე, რომ ოცნება, რომელიც ერთად გაგვთ, ერთად უნდა განახორციელოთ, რომელშიც თითქოს სირთულით იყავით ჩასული და თითქოს ვერასდროს გამოხვედით ერთი და იგივე წრიდან, სადაც ტრიალებდით განუზომლად, განურჩევლად, მუდმივად და სადაც ამ ციკლს ვერ ასრულებდით. და სათქმელი ის აქვს, რომელიც არ უნდა გეწყინოთ, რომ უბრალოდ ვეღარ შემოდის ურთიერთობაში. იმიტომ რომ ეშინია, რომ რაღაცები შეიძლება რომ არ მოხდეს ისე, როგორც მას უნდა და შენ გინდა. შესაბამის რეაქციაში ვერ მოდის ის მოცემულობა, სადაც ხართ. შესაბამისად ვერ აკეთებთ იმ მოცემულობას, რომელშიც ხართ. წინის რომ ასე არის, მაგრამ ასეა. უნდა შენთან, მაგრამ არ შეუძლია. გონებით განსაზღვრავს საკითხებს, იცის რომ თავისუფლება ურთიერთობაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია, მაგრამ არ აძლევთ თქვენ თავს იმის უფლებას, რომ თავისუფლები იყოთ. აი არ აძლევთ ამის უფლებას საკუთარ თავს. თითქოს მუდმივად დაპროგრამებული პარაზიტული ქცევებით ხართ განსწავლული, რომელსაც არასდროს არ იშორებთ თვის წესრიგიდან. საკუთარ თავს აჯერებთ, რომ რაღაცები გამოვა, მაგრამ თითქოს ურთიერთობის უკეთესად განსაზღვრებისთვის არაფერს არ აკეთებთ. და ეს აშენებს და ამას ვერ გეუბნებათ. მონატრება, სიყვარული, ტრფობა, გმობა, უსიყვარულობის და სირთულეები აქვს ამ ყველაფერს. თუმცა ის რომ შენს გარეშე ყოფნა არ შეუძლია, ეს მისი მთავარი მდგომარეობა. გმობს უსიყვარულობის შეგრძნებებს და იცის რომ სიყვარული მისი მამოტივირებელი, მაპროვოცირებელი ენერგიაა. მაგრამ რა თქინდა თუ ამ ყველაფერს ვერ ასწორებ. მაგრამ რა თქინდა თუ ამ ყველაფერს ვერ შველი. ხო და ერთადერთი რასაც უბრალოდ მეგირჩევდით ამ გაშთან გამომდინარე არის ის რომ გამოასწოროთ თქვენი შეცდომები, რასაც უშვებთ ურთიერთობაში და გახსოვდეთ. ვერასდროს სხვა ადამიანის შეცვლით თქვენ მის კარმას ვერ გააადვილებთ, გააიოლებთ. პირიქით. თქვენ ამით დათვურ სამსახურს განახორციელებთ მისთვის. ვერც დააჩქარებთ მის გამოსწორებას. ვერც დააპროვოცირებთ მის მდგომარეობის გამოსწორებას. ერთადერთი ასეცამ დათრგუნავთ და დააკომპლექსებთ და დაათრიგერებთ ადამიანს. და რა უნდა ქნათ, მაშინ გეჩნდებათ კითხვა, ხო? ხო და რა უნდა ქნათ და ადგეთ და მასთან ერთად გაიაროთ ეს ეტაპი. სხვაგვარად არ მოსულა. მადლობა ყურებისთვის.